კიდევ ერთი მცდელობა. მეკობრელი მასილიცა, ლაბაძე გადაგა. შემდეგ ლაბაძე ბურთით. შემდეგ ვინ არის? უდესიანი. ბოლოს გაჭარავა. აი ისევ ნერვები ჩაერია თამაში. მაგრამ ყველაფერი დროებით. კირილ ხუშნაროვი ნომერი 19. საქართველოს հանրապետობის შემადგენლობაში გიორგი ჭყაიძის ნაცვლად ნომერი 7 თამაშობს ლაშა თავარქილაძე ნომერი 19. 69 წუთი იწურება 10 წუთზე ოდნავ მეტი მატჩის დამთავრებამდე 29-8 21 გულით შეხვედრას და ახლა შერკინებაში უნდა შევაგდოთ ბურთი. ცვლილება შენ შემადგენლობაშიც მოხდა ლაშა თავარქილაძე შემოვიდა 19 ნომრით. აი შემოდის ახლა ზუსტად გიორგი ჭყაიძის ნაცვლად 71 წუთიდან. მე-7 ნომრით იყო გიორგი ჭყაიძე მინდორზე, ლაშა თავარქილაძე მე-19 ნომრით ჩაერთვება თამაშში. ამასობაში მოვიგეთ ბურთი. არა, რუსებმა მოიგეს ეს შერკინება, მაპატიეთ მე შევცდი. ბესო უდესიანი უტევს, აგრესიულია დღეს უდესიანი. ჩვეულ სტილში ჩინებულად თამაშობს იგი. და გვერდიდან შესვლისათვის ისევ ჯარიმა. ჯარიმა. ჩვენ სასარგებლოდ მაყურებლები ხედავენ, მსმენელებს მოვახსენებთ, რომ ჩვენ სასარგებლოდ იყო ეს ჯარიმა. დავარტყით კიდეზე. რადგან შეგვეძლო კარში დაგვერტყა, მაგრამ რაღაცი აქ იმ სამკულის ანაზღაურება შობია ლელო შევიტანოთ ისე. ირაკლი გიორგაძეც ემზადებდა მოედანზე შემოსასვლელად 21 ნომრით. ჩვენი დერეფანი, ეს 15-იანი დერეფანი იქნება მარცხენა ფრთიდან. სათამაშო რჩება 8.5 წუთი, 29-8, 21 ქულას სხვაობა. მაყურებელი დაჟინებით ლელოს ითხოვს. აბუსერიძე სულიან მე-13 უკვე ამ მატჩში. ირაკლი გიორგაძე 21 ნომრით ფრანგული კლუბის შამბერისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა მინდორზე. ირაკლი აბუსერიძე ჩვენმა კაპიტანმა დატოვა მწვანე მინდორი. და კვირიკაშვილი არა, ის რჩება ისე მოედანზე. მიცალება მორიგი ლელო მზადდება. კიდევ ერთი დარტყმა, ერთი შეტევა. ბურთი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩინებული ხედია, შესანიშნავი კუთხით გვიჩვენებს ახლა ჩვენი რეჟისორი ამ ეპიზოდს. რა თქმა უნდა, ტელემაყურებლები უყურებთ ამას, რადიო მსმენელებს გეტყვით, რომ სულ ცოტა რჩება ლელომდე. კარის ხაზია ფაქტობრივად თამაში უკვე. ერთი ხელის გაწყვეტნაზეა ჩათვლის მოედანი. მაგრამ რაო, საჯმა. 15-იანი შერკინება, ვერ დავდე. 15-იანი შერკინება დანიშნა. გაჭარავა გავიდა მაინც მოედნიდან, აბუსერიძეს ეთანაღრება ხოლმე გული. აბუსერიძე მე მგონი დარჩა მინდორზე და გაჭარავა გავიდა მოედნიდან. აბუსერიძე გამოდიოდა, მაგრამ მაინც დაბრუნდა ჩვენი კაპიტანი. არ მიატოვა არ კაპიტანმა გუნდი ბოლომდე, დარჩა იგი მინდორზე და გაჭარავა შეცვალა ირაკლი გიორგაძემ. ესეც დავადგინეთ, ახლა შერკინება ვნახოთ. სათამაშო კი 7 წუთზე ნაკლები. შერკინება უნდა ვნახოთ ახლა 15-იან ზოლში. შერკინება გვიჩვენეთ 15-იან ზოლში. აი ასე, უნდა მივაწვეთ. კიდე ბურთი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ. კიდევ ერთი დარტყმაა საჭირო. არა. წესი დაირღვა. საჯარიმო ლელო ჩათვალა საჯმა, რუსები წამოდგნენ, კრებავ ჩაწვნენ და ამისათვის საჯმა დასაჯა ისინი საჯარიმო ლელოთი. ანუ ტექნიკური ლელოც ვნახეთ დღევანდელ შეხვედრაში. გარდასახვა დაიწყება კარის პირდაპირ. 34-8 და სხვაობა გახდა 20.
6 ქულა, აი ამ გარდასახვას თუ გავიტანთ, რეკორდს ვაუმჯობესებთ. 36-8 გახდება თუ გარდასახვა გავიტანეთ. 34-8 ამ წუთისათვის 75 წუთზე ტექნიკური რელოდი გავზარდეთ ანგარიშის სხვაობა. კვირიკაშვილი თქვენს ეკრანზე მოკლე გამოვრბენი და 36-8 აი ასეთი ანგარიშით ვამარცხებთ რუსეთის ნაკრებს. რეკორდი გაუმჯობესდა. 36-8, 28 ქულა სხვაობა. 28 ქულიანი უპირატესობით ვიგებთ შეხვედრას. ეს მე-14 მატჩია საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრათა ისტორიაში. პირველი 13-დან ერთადერთი შეხვედრა 1993 წელს მოიგო რუსთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოპოტში. ეს იყო და ეს მას შემდეგ რუსებს ჩვენთვის ეროვნული ნაკრების დონეზე მატჩი არ მოუღია. ერთი ფრე იყო თბილისში 2002 წელსა, დანარჩენ ყველა შეხვედრაში, ყველგან, ყველა მოედანზე ვამარცხებთ რუსებს. ასეა დღესაც თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში, მის გარეუბან აქჩააბადში. სიტყვა აქჩააბადი ქართულად თარგმანში ნიშნავს ხვავს, ბარაქას, ფულს. ხვავი და ბარაქა აბლოზია სტადიონისა, დღეს ქულებში გამოხატული საქართველოს ნაკრები იგებს 36-8-ს და მსაჯის სასტვენი. სასტვენი რა თქმა უნდა ჯარიმა დამტყმის მერე ჩვენებს დაეჯახნენ დამტყმელს და ამიტომ ჯარიმაა თუ არ ვწდები. არა ის არის. შეიძლება ვინმე თუ ჩვენ დაგვაჯარიმა, ანუ ჩვენ ვიყავით თამაშგარეში, თუ ისინი თამაშგარეში ვიყავით, დამტყმელზე წინ იყვნენ და არ გამოვიდნენ იქიდან. მაგრამ დამტყმელსაც დაეჯახნენ. აქ ჩვენთან ერთი შეცვლა მოხდა სანდრო თოდუას მაგივრად ირაკლი ჩიყვაძე შემოვიდა და ეხლა კარში არ ტყავენ. არ ვიცი არა რა თქმა უნდა ეს რეკორდის შესახებ არაფერი არ იცი, არა ჩვენ მოგახსენეთ ბევრჯერ. 3.5 წუთი რჩება, უნდათ რომ მათი მონაგარის ორნიშნარი წვით გამოიხატოს მაინც. 36-8 არის. და 36-11 გახდება თუ გაიტანენ ამ ჯარიმას და 25 ქულამდე შემცირდება სხვაობა. ოცდა 15 მეტრი კარამდე კარის პირდაპირ. და აცილეს ეს ჯარიმაც. ეს ჯარიმაც ვერ გამოიყენეს. იური კუშნარეოს დარტყმა გაუცუდდა, ანგარიშის სხვაობა იგივე რჩება. 36-8 საქართველოს ნაკრები დაწინაურდა. დღევანდელი მატჩი მოგებულია უაღრესად პრინციპული მატჩი და თუ რატო პრინციპული, ამას ახლავე გეტყვით. იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შესარჩევ ჯგუფში რომელი ადგილი უნდა აგვერჩია, პირველი თუ მეორე, რადგანაც უკვე იქ ახალ ზელანდიაში რომელ ჯგუფში გვეთამაშა და რომელ მეტოქესთან, მაგრამ არანაირი პრაქტიციზმი არ იყო ქართველი მორაგბეებისათვის მიღებული. გარდა ერთისა, მათ უნდა მოეგოთ დღევანდელი შეხვედრა და ორწლიანი შესარჩევი ციკლი სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაემთავრებინათ. დიახ, ასეც მოხდა ამრიგად 2011 წელს მსოფლიო თასის გათამაშების დასკვნით ეტაპზე. იქ შორეულ ახალ ზელანდიაში საქართველოს ნაკრები თამაშებს მეორე ბ ჯგუფში არგენტინის, ინგლისის, შოტლანდიისა და საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში გამარჯვებულ გუნდთან. რაც შეეხება რუსთა ნაკრებს, რომლებმაც ასევე გაინაღდეს და პირველად ამ გუნდის არსებობის ისტორიაში მსოფლიო თასზე თამაშის უფლება, ისინი C ჯგუფში ავსტრალიას, ირლანდიას, იტალიას და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს შეხვდება. დიახ, ჩვენ ზედიზედ მესამე თვითამაშეთ მსოფლიო თასს, რუსები კი პირველად არიან ამ დიდ ასპარეზობაზე წარდგენილები. ესეც იკმარონ ჩვენთან მე-14 შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის დასასრულს უახლოვდება. რუსების კიდევ ერთი მცდელობა, მაგრამ არა, ბიჭები მაინც თავდაუზოგავად იცავენ თავს. არ მისცემენ წინ გადაადგილების საშუალებას. დარტყმა მოედნის ცენტრს აქეთ გადმოვიტანეთ ბურთი.
დაიწყო ჩვენი წამსვლობით ბოლო წუთი დღევანდელი შეხვედრისა მსოფლიო ჩემპიონატის მსოფლიო თასის შეშარჩევი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის. რუსების ნახევარზე ვთამაშობთ. ხეირი არის ჩვენია. ერთი გარღვევა, კიდევ პასი. ანტონ ფეიქრიშვილი იყო ბურთით, ის იგი უწევდა, შემდეგ გამოიტანა კვირიკაშვილმა. შეტევის მარჯვენა ფრთა. სიბზიმაზე და ჩხიკვაზე უტევდნენ და ბურთი სამწუხაროდ წინ გაგვივარდა, ალბათ ბოლო ბურთია ამ შეხვედრაში, ბოლო გათამაშება. ნახოთ, ბურთი თამაშია. რამოდენიმე წუთს ალბათ წაუმატებს დღევანდელი მატჩის არბიტრი. ძირითად დროს ის საკომპენსაციო დრო, რომელიც ჩაჩერებებზე იქნა დახარჯული და ვნახოთ. ახლა კი ნამდვილად ბოლო ბურთია და ჩვენ შევაგდებ შერკინებაში ამ ბურთში. მეტოქის 22-ში. ესე იგი დღეს იყო 4 ლელო და 1 ტექნიკური მეხუთე ლელო და შეიძლება 1 ლელოც ვნახოთ. დასასრულს უახლოვდება მატჩი. ეროვნულ ტრანსლაციას წარმოგიდგენთ ნატახტარი კასტრი, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორია, შეპესე კვარსეტის სპონსორი, რუსახარში ნატახტარი, კავშირის პარტნიორები კავკასუს ონლაინი და ტოიოტა ცენტრი თბილისი, ქართველი მორაგბეები დაზღვეულნი არიან არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში. ბურთი იმ შერკინებიდან წინ გადაგვივარდა. კიდევ გრძელდება კიდევ ერთი შერკინება. უკვე დაიწყო საკომპენსაციო დრო. ვერ გეტყვით რამდენი წუთია დამატებული, მაგრამ ბურთი თამაშია. ფეხზე ამდგარი მაყურებელი ასე ადევნებს ბოლო წუთს, ბოლო შეხვედრას, ბოლო შეტევას, თვალს და ბოლო ლელო დღევანდელ შეხვედრაში. რამოდენიმე მეტრი დაგვაკლდა, არც კი მეტრი, ისევ ახლოსა ვართ. პრაქტიკულად ხაზია თამაში. და არის არა, არ ჩაითვალა ეს ლელო. არ ჩაითვალა, შემოჭრმა ბურთს არ გაუშვა ხელი. ხელი დავაჯარიმა ფრანგმა არბიტრმა, არადა როგორ მინდოდა რომ ასეთ მაჟორულ აკორდზე ლელოთი დაგვემთავრებინა დღევანდელი თამაში, მაგრამ ამასაც არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. დაიახლა კი უკვე დღევანდელი მატჩის არბიტრმა ფრანგმა საჭმა ჟერომ გარსესმა მისცა სასწვენი ნიშნად იმისა, რომ მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს შორის დამთავრდა იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით 36-8. დიახ, სრული წარმატება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა დღევანდელ შეხვედრაში, შესანიშნავი თამაში, გააზრებული მოქმედება მოედანზე. მეტოქე დავჯობნეთ ყველა კომპონენტში, მოუგეთ ყველაფერი, რაც დღევანდელი მატჩის ანგარიშიც აისახა. ანუ მე-14 შეხვედრა ეროვნული ნაკრებების დონეზე რუსეთისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის და მათ მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება აქვთ. ახლა კი სიტყვა დავით მინაშვილს. გესმით და ალბათ თუ რა ხდება სტადიონზე 36-ით რო ასეთია საბოლოო შედეგი და ჩვენთან ერთად პირდაპირ ეთერშია ქალბატონი სანდრა რულოვსი. ქალბატონო სანდრა, გილოცავთ პირველ რიგში. დიახ, მოვიგეთ და როგორც ხედავ სტადიონი ჩვენია, გამარჯვები ჩვენია და ძალიან კარგად ითამაშეს. რუსები საერთოდ არსად არ იყვნენ და მართლა ძალიან დამსახურებულად გაიმარჯვეს და გაგვახარეს ჩვენ როგორც არავის, ჩვენ გჭირდებათ გამარჯვება და დღეს მოვიგეთ და ძალიან კარგი მუხტია და ასე გავაგზავნოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ თემურ, შეგიძლიათ განაგდოთ რეპორტაჟი, მე ვეცდები კვლავ ავიღო მორიგი ინტერვიუები.